Now ბრუნდებით game 2 Wise Monkeys versus Rage Against T. ცოტა დავაგვიანეთ. ხმა რატო არის მის? ერთი ბრუნდებით game 2 Rage Against versus Wise Monkeys პირველი მატჩი დასრულდა Rage Against-ის გამარჯვებით 1-0 და ცოტა დავაგვიანეთ Bumping Stage-ი. ნუ უკვე შემოგთავაზეს გუნდებმა ბანები. Ogre Mage და Monkey King-ი დაიბანა Rage Against-ისგან, ხოლო Magnus-ი, Air Spirit-ი Wise Monkeys-გან, ორი პიკის Bounty Hunter, Vengeful Spirit-ი, ხოლო Wise Monkeys-გან Slardari Disruptor-ი. კარგია, Slardari Disruptor-ი, ანუ რაღაც კომბოსთან გვაქვს საქმე უკვე. კი. ნუ Bounty Hunter-ს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, Roamer-ი იქნება და შეაწუხებს აქ ბევრ ადამიანს. ხო, ნუ Bounty Hunter, Roamer-ი, Vengeful Spirit-ს რაც შეეხება, მისი პოზიცია ბოლომდე გაურკვეველი დარჩება, რადგან Carry-ს შეუძლია შეითავსო და Support-ით ორივე ერთნაირად კარგად. ნუ ატარაქსიას დაუბანეს სავარაუდოდ Air Spirit-ი, რადგან ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ ონლაინ ტურნირზე, გახსოვს ალბათ. რაც შეეხება ქვემოთ Wise Monkeys Pix Slardari წესით და რიგით Roamer-ი უნდა იყოს, ხოლო Disruptor-ი მეხუთე პოზიციის Support-ი და მესამე ბანები Ember Spirit-ი, Lifestealer-ი დაბანა Rage Against-მა და ახლა მეოთხე Pix შემოგთავაზეს Wise Monkeys. ბანს, ჯერ ბანი არის Wise Monkeys-დან. ხო. ნუ Vengeful Spirit-ზე რა შეიძლება ითქვას? ნუ აურა ყველაზე მთავარი, ძალიან ბევრ გმინთან, რა თქმა უნდა, უმეტესშია ქერების შემთხვევაშია ძალიან მაგარი რაღაცა და ბოლო მეტებში უფრო პოპულარული გახდა და Vengeful Spirit-ი მე ვასახელებ როგორც ერთ-ერთ decent ქერის, ანუ ძალიან კარგად შეუძლია გაართვას ამ მოვალეობას თავი. და Templar Assassin-ი დაიბანა Rage Against-ისგან და Dark Seal-ი მიაყოლა Wise Monkeys-მა, ეს უკვე ნამდვილი ვომბო კომბოს. ძალიან სერიოზულ ვომბო კომბოს ამზადებს Wise Monkey. Shadow Fiend-ი ლამაზად, ასე ვთქვათ. აგრესიული ფიქი, ეგრევე mid-laner-ი გამოაჩინა Rage Against-მა. ნუ რაც შეეხება Wise Monkeys, როგორც ჩანს რევანშის აღებას სერიოზულად აპირებენ ბიჭები, რადგან უკვე კატასტროფულად მაგარი ფიქი აქვთ. ნუ ჩვენ ვიხილეთ Major-ზე Virtus Pro-ს კომბო, ანუ Disruptor-ი Daxi, რომელსაც შეიწირა იქ ხუთი კაცი მომენტალურად, ეს იყო რაღაც არანორმალური მომენტი. და ნახოთ რამდენად გამოუვათ Wise Monkeys მოთამაშეებს. ნუ რაც შეეხება Rage Against არა, Wise Monkeys მეოთხე ფიქს ვიხილავთ ახლა. ეხლა იქნება ან mid-laner-ი ან carry. ხო, ეგ ორი პოზიცია. ანუ Slardari მეოთხე პოზიცია იქნება. ხო, Rage Against-საც შეეხება ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რა პოზიციებია დარჩენილი, რადგან Vengeful Spirit-ის როლი არის გაურკვეველი ამ მომენტისთვის. თავისუფლად ვიტყვით, რომ Bounty იქნება მეოთხე, რა თქმა უნდა და Shadow, ხო, Bounty Hunter-ი ალბათ მეოთხე პოზიცია იქნება, ხო? კი. და Shadow Fiend-ი mid-laner-ი. Wise Monkeys-ი ვინ შეიძლება დადგეს Shadow Fiend-ის წინააღმდეგ? შენ მოგანდობ ამ არჩევანს? Shadow Fiend-ის წინააღმდეგ? ტროლი. თუნდა, ნუ ჩემი აზრით ეს main carry ტროლია, თუმცა ნუ დენდისგან საკმაოდ ხშირად დამკვიდრდა ტენდენცია და ვიხილეთ mid-laner-ი ტროლი, რომელიც ძალიან კარგად უმკლავდება ბევრ მეტოქეს. და ნახოთ რითი უპასუხებს Rage Against-ი ტროლის picks. ნუ საკმაოდ საინტერესოა, განსხვავებულ დრაფტებს თავაზობენ. ნუ წინა თამაში არც ერთი ეს გმირი არ ყოფილა, ხო? კი. ხო, არც ერთი. საკმაოდ მრავალფეროვანი თამაში არის. და ნახოთ, რას დაფიქავს Rage Against-ი მეოთხე პიკი. და უკვე წესით გავარკვევთ Vengeful Spirit-ის პოზიციას. ნუ რაც შეეხება Troll Warlords, ძალიან ცოტა გმირი თუა, რომელიც მას უმკლავდება ას ბჭყალებში ერთ-ერთზე. ნუ ყველაზე კარგი გამოსავალი ტროლის წინააღმდეგ არის ილუზიებზე დამოკიდებული გმირი, თუმცა ნუ AOE კონტროლს ხედავ Wise Monkeys-გან რაღაც სასწაული კომბოა, როგორც უკვე აღვნიშნეთ. თუმცა თავისუფლად შეუძლია, რა თქმა უნდა, Rage Against-ის Terrorblade-ის კარგი კომბოს ვინდენერი, ეს უკვე საინტერესოა. ანუ ყავს Vengeful Spirit-ი carry. არა, ეგრეთ ვერ ვიტყვით, მოდი აქ უკვე რა ხდება? ორი Roamer-ი, ანუ Bounty Hunter-ი კლასიკური Roamer-ია, Windrunner-საც ხედავთ Roamer-ზე, თუმცა mid-lane-ზე შეუძლია, თუმცა ანუ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ Safe Laner-ი Shadow Fiend-ი ყავს, პლუს ამას
გაურკვეველი პოზიციის ვენჩფულს ძალიან დამაბნია ახლა. სვაშოს პირველ თამაშიც რაღაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია გქონდა თუ გასწორს ბოლომდე ვერ გავარკვიეთ იმ სიტუაციაში როცა მე ვიბნევი რა ემართება Wise-Monkey-ს როცა უკვე ემოციების ქვეშ არიან მოთამაშეებიც და ძალიან წაგებულია ხო მე prediction-ი გააკეთო მეხუთე ბანი პირველი ხელი ხო პირველი ხელი ეს ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს რა თქმა უნდა Rage Against თუმცა აი ხა რა უნდა დაბანოს აი because banze რა უნდა დაბანოს დაბანა კენტაური ხო ნუ მაინც ამ შემთხვევაში უნდა დაბანო ისეთი რაღაც რაც და ტინკერი დაუბანის რადიკალურად შეუშლის შენ კომბოს ხელს და ტინკერი დაიბანა ტერორბლეიდისთვის თუ მზადდება სიტუაცია ძალიან მაინტერესებს არა ნუ ლიკანი სიტყვები არ ყოფნის მაგრამ დისრაპტორი კარგია სხვა შუს ლიკანის წინააღმდეგ მოდი ესეც ვაღიაროთ მაგრამ მაინც ლიკანი არჩიეს ანუ ფუში და დიდი ფუში გვექნება ძალიან Rage Against-ისგან ვენგეფუცი ჯერ კიდევ გაურკვეველია ალბათ მეხუთე პოზიციის ვენგე ყავს Safelaner ლიკანი შემო ტყეში წავიდეს ხო ნუ რაც შეეხება Windrunners ანუ Windrangers გვინახავს offlaner-ი ამ სიტუაციაში ალბათ offlane-ზე დარჩება თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეფექტური არის ნუ ძალიან squishy line-up-ია ასე თუ ისე Rage Against-ს Wise-Monkey-ს აქვს ბოლო პიკი და ამ პიკმა შეიძლება რა თქმა უნდა ბატონო ნუ აი სიტყვა Zeus-ის შემთხვევაში ეხლა როდესაც ნუ ძალიან squishy არის ხუთივე გმირი Rage Against-ისგან ნუ რაღაც ისეთი ჭირდება კომბოშიც რომ ჩაჯდეს ცოტა კიდე ის ხო ნუ physical damage Slardar-ის ულტზე პროფეტი ძალიან კარგი გადაწყვეტილება სასწაული შეუდარებელი team play Wise-Monkey-ისგან ნუ ეს კომბო ძალიან მომწონს და ძალიან ძნელია ამ team fight-ს და ამ ბარს გადაურჩე რა თქმა უნდა ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი თუმცა ისიც ძნელია Rage Against-ის split push გაუმკლავდე ნუ ლიკანი მოგეხსენებათ რამხელა პოტენციალი აქვს ნუ ასევე Windrunner-იც არ არის ნაკლები ხო და ამ ყველაფერს რაც თავიდან თქვით Vengeful Spirit-ის აურა რამხელა დემიჯს უმატებს ამ გმირებს წარმოიდგინე უბრალოდ ლიკანს ხო არაკია ისედაც არაფასებენ სათანადოდ დღევანდელ დოტაში რადგან ძირითადად იყენებდნენ ანუ ნეკროებზე დამოკიდებული ანუ push-er ლიკანს თუმცა ამ მეტაში გადაინაცვლა ნუ სტანდარტულ carry-ის პოზიციაზე და რავი საინტერესოა ხო ანუ hard carry ყავს ლიკანი მოკლედ უკვე ამ მეტაში Shadow Fiend-იც carry-ა ჩათვალე Vengeful Spirit-ს აურასთან ერთად ნუ მოკლედ ორი ძალიან მაგარი carry ყავს Rage Against, მაგრამ სასწაული კომბო აქვს Wise-Monkey-ს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნუ solo skill-ზე დამოკიდებული პოტენციალი მეტი აქვს Rage Against იმ მხრივ, რომ თუ სიტყვაზე კომბო არ გამოვა, უკვე დაიწყება იქ ქაოსი და დევნა, რადგან ანუ ძალიან ძლიერი გმირები ყავს ინდივიდუალურად Rage Against-ს. ეხლა ლეინები რაც თავარია, ვნახოთ ვინს აი წავა. ანუ სტანდარტული თაუერები გვექნება. ხო, ნუ კომპენიუმი არავის არ აქვს, როგორც ჩანს ნაყიდი. არა, მაგ ხედავ რომ აქვს, თუმცა რატომ სად არის, აი ვიშს აქვს და ვეოს. რითი როგორ ამჩნევ? როგორ ჩარჩოთი, ცისფერი ჩარჩოთი. ხო. და ნახოთ უცებ გადავყათ, ანუ სლიმი ტროლერზე, ჰოთი როუმერი, სლარდარი, სინდარელა love story იქნება Darkseers-ზე, კოტი კიმბა Dead Prophet-ზე და M3 ელი Disruptor-ზე. ხო, რაც შეეხება Rage Against, Old Snake-ი მგონი როუმერი იყო, ხო? კი. Tricky. Bravo. Lovano იქნება მეხუთე პოზიციის საპორტი, ნუ გამაოგნა ეხლა ფაქტმა. Tricky ყავს carry. ნუ კიდევ ერთხელ აგრესიული smoke-ი Lovano-მ ვერ გატეხა smoke-ი და ვნახოთ ეხლა ლიკანს რამდენად დაიჭერენ, უახლოვდებიან ძალიან კარგად. ზევიდან მიდიან. ნახეთ როგორ ფხილობენ, უკვე იცის ჰოთიმ რომ ვიღაც იმყოფება იქ მოჭრახე და ვნახოთ ინიციატივა ლიკანზე დაიტანა რა თქმა უნდა. და ვეო მოკვდება. კი, იმიტომ რომ იქ დიდი დემიჯია. First Blood-ი ტროლისგან, იქ Lovano უნდა დაიმალოს სასწრაფოდ და რას ვამბობდი გამახსენე? Tricky-ის bounty hunter. Main carry bounty hunter იმ შემთხვევაში, ნუ Tricky გამოკვეთილი carry-ია ამ პოზიციის გარდა მე არ მინახავ ჯერჯერობით, თუმცა თუ ეს იქნება main carry bounty hunter-ი, ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგად შეუძლია ამ როლის შეთავსება, ნუ 25 ლეველის ტალანტზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, ყოველ ორ წამში ჯინა დაგაქვს და სერიოზული დემიჯი შეიძლება შეიტანოს. ნუ ყველაფერი იშვიათია, თუმცა მომეცია რომ მაინც Tricky bounty რუნე. სად მიდიხარ მოდი აქ. პირდაპირ ესე იყო. საღო.
ნუ მოკლედ ესე აქტიურ ფაზაში ვართ უკვე დაიწყო შეხვედრა. სინდარელა გააგდო ტრიკი. კარგია. ეს დამახასიათებელი აგრესია, აქ ბუცი მეგონა ეგდო ჩვენი ახალი კურიერია. დამახასიათებელია, რაც შეეხება Shadow Fendi versus Dead Prophet, მე ერთხმად ვამბობ, რომ Dead Prophet-ს თავისუფლად შეუძლია დაჩაგროს Shadow Fendi. მაგრამ აქ ტრიკია. ტრიკია სამაგიეროდ სლარდარის არის, აქ ძალიან დიდ ყურადღებას გამახვილებენ, რა თქმა უნდა, თუმცა მე კიდევ ერთხელ დავასაბუთებ ჩემას, რომ Dead Prophet-ი ბევრად ძლიერია mid lane-ზე, ვიდრე Shadow Fendi, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ნუ პირადი გამოცდილებიდან ასეა, ალბათ ბევრი დამეთანხმება. ნუ ტრიკი ხედავთ, რომ იქ არ ჩერდება, ვარდინგი რა თქმა უნდა გაკონტროლდება mid lane-ზე და გადავხედოთ lane-ებს Darkseer რა თქმა უნდა solo-ზე არის, ლიკანი safe carry, ანუ safe laner carry ლიკანი, როგორც ჩანს ტრიკიმ შეცვალა პოზიცია, roamer-ზე გადავიდა რატომღაც. ნუ სინდრელას არ აკრება აქ დიდი პრობლემები, ოს წინააღმდეგ. არა, რა თქმა უნდა Darkseer ერთ-ერთი ძლიერი off-laner-ია, თუმცა ანუ ლიკანს მეტად ექნება პრობლემები ვიდრე ტროლს, რა თქმა უნდა იქ პირიქით ნახეთ როგორი harassing-ი Old Snake-ზე. ძალიან დიდი პრობლემია უკვე. უკვე კი. მოუწევს შაინის დალევა თუ არა. მე როგორც უკვე აღნიშნე, Windrunner-ი არ არის off-laner-ი. ნუ უბრალოდ რატომღაც მოდაში შემოვიდა ამ ბოლო პერიოდში. და უფრო solo target-ზე აქვს აქცენტი გაკეთებული Rage Against Wise Monkey-სგან განსხვავებით. ნახოთ თუ ვიხილავთ combo combos. ნუ ვიში კოტიკიმბას წინააღმდეგ. ნუ საკმაოდ თანაბარი პიკია ამ შემთხვევაში. თუ არ გავითვალისწინებთ, რომ შესანიშნავი combo combo აქვს Wise Monkey-ს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯეჯობი Darkseer ერთი კრიპ იყავს მარტო მოკლული თავის off-lane-ზე, ლიკანის წინააღმდეგ, თუმცა თავის ფამს თავისთავად გამოიტანს ტყეშეულა გადასვლა ნებისმიერ მომენტში და არავითარი პრობლემა არ ექნება. Darkseer-ის მოვალეობა ამ შემთხვევაში არის, რომ მაქსიმალურად შეაწუხოს და შეზღუდოს ლიკანი. ნუ ლიკანის თავისთავად Iron Talon-ით გააკონტროლებს Iron Shell-იან გმირს და უცებ მოაშორებს, რათა არ მისცეს ფარმი Darkseer-ს. ნუ ტრიკი არ ტოვებს mid-lane-ს ძალიან აგრესიულად თამაშობს, ჰოტიც აქ არის, თუმცა უშედეგოდ დარბის ჯერჯერობით, აი ხა სპრინტი, თუმცა ვერ ეწევა ტრიკის. ნუ ტრიკის აღარ აქვს მანა დაბრუნდება, ან შაინზე წავა, ან სავარაუდოდ ბაზაში. ძალიან დაკარგული დადის აქეთ. ვინდრენჯერს მოკლავენ. თავისუფლად 2-0. ნუ Vengeful Spirit-ი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით დადის ტყეში. მაინც ეძებს რაღაცას. ნუ ვიში როგორც თქვით უკვე აი ხა რეიზი მოხდა 2 რიგის მოხდება ჯინა და ეხლა კოციქს და მოკვდება შვენიერიტანი მოკვდება. ბრავო, კარგია. შეცდომა Dead Prophet-ისგან რა თქმა უნდა. ნუ იქ ვარდინგში სრული ქაოსია mid lane-ზე, დევარდზე კეთდება, ხედავთ? ხო, ნუ საკმაოდ დიდი გოლდი კრიპებზე მეტი გოლდი ვარდებისგან ამოიღეს უკვე. სავარაუდოდ. ძალიან მაგრა ფარმავს ჯობი Troll Warlord-ი. კი. პრობლემები მას ჯერჯერობით არ აქვს, 9 დინაიც აქვს გაკეთებული, რამხელა დემირს ukეთებს, შეხედეთ Old Snakes. ხო, ნუ როგორც ვახსენეთ, არ არის decent off-laner-ი, Windrunner-ი და სერიოზული პრობლემები იქნება მაგ. ანუ durable გმირი, გამძლე გმირი არ ყავთ. მაგ ხედავენ ხო ტრიკის თუ ეს ვისი ვარდია? არ ვიცი, აქ ვარდი ძალიან ფარდობითი საკითხია, დროის ამბავია. ნუ ვიში უკვე შრაინის გამოყენება დაჭირდათ. ხო, ნუ ხედავთ რომ ძალიან მაინტერესებს Vengeful Spirit-ი, რას აკეთებს გამუდმებულად დარბის. უი, ხო, არ პირველად ხედავთ 4 წუთი გავიდა პირველად ხედავ Vengeful Spirits. ნუ როშანის ფითის ირგვლივ დარბის რა ეჭვი აქვს რომ როშანს მოკლავენ თუ რა ხდება არ მესმის. საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ იგი მეხუთე ნომერი საპორტია დღევანდელ თამაშში. კი. თუმცა თავარი მისი რა თქმა უნდა სვოპი და აურა არის და Courier Snipe ნახოთ თუ კიდევ ერთი შეტევა კოციგზე, ტრიკი, ჯინადაგან ერთი და რეიზით ვიშმა დაამთავრა კარგად. და ორივე კილი გააკეთა შოთა ვიშის დაბლ კილი. დააგვიანა ჰოტიტიმ დააგვიანა დისრაპტორმა. შესანიშნავი სტარტი. ნუ Darkseer რამ დააჰარას აქ ჩემთვის უცნობია. არა, Darkseer მაინც კარგად უმკლავდება. კი, არა, პრობლემა მაინც ცდილობს იქ ბევრი 12 კრიპი ყო დადინაიდებული, როგორც ხედავთ, მაქსიმალ ცდილობს კრიპები, ანუ ასე ვთქვათ, მეტოქე კრიპები
დაიტოვოს თავის თავერთან და იქ რა თქმა უნდა შეიდგოს მაქსიმალურად. საოცრად შედეგიანი არაფრით არ ტოვებს Dead Prophet-ს. რატომ დატოვოს ჯეჯო? ორი დაბლ kili გააკეთებინა უკვე Wish და თუ არ მოისვენებს კოც კი შეიძლება კიდევ ერთხელ მოკვდეს და კარგისთან ხოთითისგან საბოლოოდ 3-0 არ გახდა Wish-სა და კოციკს შორის. ნუ ამის მიზეზი არის ის რაც მე ვთქვი, ნუ ესმით კარგად მოთამაშეებს რომ Shadow Fendi ერთ-ერთზე ვერ დაუდგება ასე კარგად Dead Prophet-ს, ამის გამო ტრიკი აკონტროლებს გამუდმებით mid lanes. ხო, 35 ნახეთ რა თანაბრად არიან ლიკანი და ტროლი, ნუ მაგის თავს ვაპირებდი. ძალიან კარგად ფარმავენ ორივე ქერი. აი ახლა დაჰარას თუმცა დემიჯი, რამხელა დემიჯი აქვს ლიკანს. ხილად, თორე ესე მარტივად ვეო არ გაგახარებს. ნუ ლიკანის და ტროლის დაპირისპირება ძალიან საინტერესო. პრობლემები, აი, მოკლედ ტრიკი სადაც არის, პრობლემები აქვს. კენსერი, ჩვეულებრივი Radiance რომელ ლეინზეც ტრიკი გამოჩნდება, იქ ფარმი უნდა დაივიწყოს Wisebank-ის მოთამაშემ. ლოვანო სად არის? ეხლა ქვედა ბაუნთებზე დაიწყო მოძრაობა. ხო, რა შვება? აი, მაინც ძალიან მაინტერესებს. რაღაც ჩანაფიქრია ქაშკარად, ესე უმიზეზოდ ალბათ ბაუნთებზე ნადირობს. და ანუ რომ რა? ნუ არ ვიცი. XP და პატარა goldi და ნუ ალბათ თავისიანებს არ უშლის ხელს XP-ის აღებაში. არ ვიცი. ნუ აქ რა ხდება? იკლიკება გამუდმებით ტრიკი დაინახეს. ტრიკი ჯერჯერობით MVP-ა პირველი 6 წუთის. კი, რა თქმა უნდა, ეხლა აი, აწუხებს უკვე mails გაქრა, თუმცა ლოვონო უტივეოსგან სტანი ასევე Wonderful Spirit-ი, თუმცა ძალიან საინტერესო სპრინტი და ვეო დაეწევა. არა, გადარჩა. არ გაყვა. ნუ ლიკანი Max Speed-ზეა, თუ Dark Series მე ახლა სლარდარმა სტანი აძლო ორსნეიკი. ვერ გაიქცევა, გაანილა ტრომა, რა თქმა უნდა მისდევს და შაკლი, შესანიშნავი შაკლი. თუმცა ერთლეველიანია როგორც ხედავთ და ტროლი აგრძელებს დიზრაპტორია, მაღლა გლიმსის შემთხვევაში შეიძლება მოკვდეს. ნახოთ რამდენ ლეველზეა გლიმსი, ერთია, თუმცა იყოფა, რა თქმა უნდა დააბრუნოს. ტროლი უნდა დაბრუნდეს უკან სად მიდის და მოკვდება ოლსნეიკი. ნუ მანაც არა, ვინდრანი კი მანგო გამოიყენა. Kinetic Field-ი კიდევ ერთი შაკელში არ გამოვიდა ოლსნეიკი და ტიპიკალ სლიმი დაამთავრებს. რა თქმა უნდა ოლსნეიკის ყველაფერი ტრიკი ჯინადათი, თუმცა არაფერი საინტერესო. მანგო გამოიყენა კარგად იქ ვინდრანერმა ბოლომდე შეეცადა გადარჩენას. და უკვე უპასუხეს, ნუ 3-3, ასე ვთქვათ. ნუ წარმოიდგინე Corrosive Haze-ი, ანუ Slardaris ulti პლუს ტროლის ულტიმატუმი, რამდენად საშინელი დემიჯი შეტანა შეუძლია ტროს. მომენტალურად გააკრობს ნებისმიერ. Attic Storm-ში ეს ყველაფერი და ზევიდან ეგზორსიზმი. ეგზორსიზმიც მოგეხსენებათ, ფიზიკური დემიჯი არის, პირდაპირ აისახება მინუს არმორი მასზე და ნუ მით უმეტეს არანაირი დემიჯ ბლოკი Crimson-ი არ მოქმედებს. ეგზორსიზმზე, ნუ სერიოზულ კომბოსთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ. უნაკლო თიმი აქვს ამ შემთხვევაში. Wisebank-ის ყველაფერი უკვე შესრულებაზეა, რასაც ხედავთ რომ ჯერჯერობით ნუ თანაბარია სიტუაცია. ქერები ნახეთ, აი ტოლსარუდებენ ერთმანეთს, დენაი ლასიტი ზუსტად თანაბრადობთ ლიკანს და თავისთავად. ნუ Dead Prophet-ი წამოეწია, საკმაოდ კარგია ეს Wisebank-ისთვის, არ ჩამოუვარდება Shadow Fence. და ნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. ნუ წინა თამაშის აგრესია არ არის. ხო, განსხვავებით ცოტა ისეთია, ანუ ფრთხილობს ორივე გუნდი. ტრიკი არის სვენებს, ელოდება კურიერს სავარაუდოდ. ზუსტად ეს არის ტრიკის მოვალეობა და აი ახლა მოკლავს. თუმცა არა, გავიდა ძალიან ცუდ დროს გავიდა. ანუ ვარდი უნდა ჩადგას აქ შუაში, რათა კონტროლი. ბრუნდება ტრიკი, ნახოთ. პრობლემა გოლსნეიქს და ოლსნეიკი მოკვდება. მე როგორც ვახსენე, ვინდრანერი არ არის ოფლეინერი, მისი აღების მიზეზი ჯერჯერობით არ მესმის, თუმცა შედეგი ვხედავთ როგორც პრედიქშენი იყო ის ვერ გაუმკლავდა ლეინს. ხო, ანუ შენ იმის მაგინდა რომ მრავალი სხვა კარგი ოფლეინერის აღება შეიძლებოდა სიტყვაზე. მithumetes როცა ვომბო კომბოსთან გვაქვს საქმე, შეიძლება ერთ გამართლების შემთხვევაში მოკვდეს 5 ვეგმი. აი სიტყვაზე აბადონი ან რომელიმე გამძლე უფრო კი ბატონო, თავისუფლად შეიძლებოდა. ნუ რაც არ უნდა Goldis Plus-ში იყოს Rage Against-ი თამაშის, ანუ Ancient-ის გატანამდე იქნება საშიშროება, თუნდაც ერთი ვომბო კომბო და შეიძლება თამაში რადიკალურად შეიცვალოს ამ შემთხვევაში. ხო, 4-4 თანაბარი შეხვედრა, ნუ კილებში თანაბრად. ნეტვორკში არაფერი,
საინტერესო ჯერჯერობით. ნეტვორკში პირველზე Shadow Fiend-ი, მეორეზე Troll Warlord-ი, რომელიც არ ჩამორჩება მას ბევრით და მოკლედ ველოდები არ უნდა ტოვებდეს. აი გლიმსი და სტანი იქნება ლოვონოსგან და ლოვონოვა სავარაუდოდ კი ბატონო გაიქცევა. ეხლა შეიძლება პირიქით ტრიკი მოკლას იქ ორივე, თუმცა Dead Prophet-ი მოვიდა დროულად. ვიშიც აქ ტიპიკალ სკრინ პრობლემები აქვს, შეიძლება დაბლ კილი. არა, რეიზი ვერ გააწყდა, Dead Prophet-ი მარტოა. ხო, ნუ იქ ორი რეიზი მოხდა, თუმცა განი არა, რატო? არა, ისე უბრალოდ ანიმაციას გასწავს. Windrunner-ის მოვიდა და 3 მოთამაშე Wise-Monkey ძალიან დაბალ სიცოცხლედია, ნუ ტრიკი ფორმაში. ვერავის ვერ იპოვის, შორს არიან უკვე რადიანტები. ნუ რა თქმა უნდა, ყველა double damage-ი დევს. მაღლა, double damage-ი. რომელსაც ვერ ხედავენ ჯერჯერობით, აქ სინდარემ დრო იხელთა და აი ტრიკი ეხლა დაიჭირეს. მაგრამ როგორ ხედავენ? არ ვიცი, სამწუხაროდ ტრიკიმ დაუხდა შეცდომა და შეაკოდა შეიძლება იყოს. დიზრაპტორის აქ არის. ნუ შრაინზე უნდა გაკეთდეს ტელეპორტის ხარ არის გან ხედავთ, ნახოთ, გადავიდეთ შრაინზე რა ხდება. Olsnake დაიჭირა, თუმცა არავინ არ ეხმარება. Mid-lane-ზე კი დაივი გააკეთა ვიშმა, ძალიან საფრთხო ტროლი მოვიდა და მოკლავს სავარაუდოდ. არა, ulti double kill Requiem-ი შესანიშნავი. მე შეიძლება triple kill ვიყილოთ, ასევე triple kill და ultra kill. Olsnake თუმცა ვიში კვდება სამბოლო. ბრავო. ვაიმე რა მოხდა? ნუ აქ Requiem-ი როგორ დაცალდა, ჩემი გაუგებარია, ტროლს ბაში არ გაუვარდა. Bravo, Cinderella, Wales მისდევს დაივს აკეთებს Tower-ზე. შეიძლება მოკვდეს რა. არა, ხო, ან Cinderella პირიქით, იმიტომ რომ save ტიპი გვაქვს. Bravo, თუმცა სტანი ლოვონოს ფრაგია. სოლოზე მოკლა main carry, ვეომეს ძალიან დიდი წარმატებაა. კარგია. ნუ action-ი გვაქვს იდეალური მეორე პირველი თამაში. კარგია, უკვე კარგია. Dead Prophet რაც შეეხება Veil of Discord-ი ექნება ცოტა ხანში, რა თქმა უნდა გაიტანკოს, რადგან პირველი ტარგეტი teamfight-ში ყოველთვის Dead Prophet-ია. ხო, აქ ტიპიკალ სლემი მისდევს Old Snake-ს, ხედავთ, შეიძლება ჭახტულია გაწევა გლიმსი უკან, თუმცა დააბეს იგი ტრიკი ასევე მოვიდა ახლა, თუმცა Old Snake ძალიან დიდი პრობლემაა, კინეტიკული დადგმული არა, ვერ გაიქცა Old Snake-ი. ნუ -1 უნდა გაიქცან ახლა დაერებით, თორე პრობლემები არ დამთავრდება ამით მარტო. ხო, განი მოხდა. განი ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ნუ ფუშია უკვე ზედა ასე ვთქვათ, დაერებიც უტევენ და რადიანტებიც გასულიან ალბათ. პოტენციალზე სადაც აღნიშნეთ, რომ იქეთ ლიკანია სამაგიეროდ. აქეთ კოთი ყავს. არის ტროლის ულტი, ნუ არაფრით არ ჩამოუვარდება თუ მეტი არ არის Wise-Monkey-ის ფუში. ანგარიში კлау თანაბარი 9-9. ხო, ნუ მაგას არ აქვს გადამწყვეტი ნიშნულობა, თუმცა ისედაც ხედავთ, რომ თანაბარი თამაშია. აქ ტრიკი ყოველ წამს ცდილობს რამე დაუშავოს. Wise-Monkey-ს, ნუ Tier-ზე გადავიდა უკვე. ხო, Exorcist-მიდან გახსნილია, გამოსაყენებელია მაქსიმალურად. ნუ აქ არავინ არ მიეკარება Dead Prophet-ს, უბრალოდ დათმობენ უბრძოლველად. Tier-ს, ნუ ტრიკის დაჭერ Courier Snipe-ი, ნახოთ არა ვერ დაინახავს. შორს არის. სპარდანმა დაადო kinetic field-ი აქ static field-ი. ტომთან ერთად, მაგრამ გამოუყენებელია. დროა რომ გაიქცნენ, თუმცა ვერ გადარჩება Disruptor-ი იმ შემთხვევაში, ტიპი აუტი ნახოთ გააწყვეტინა, არ ვერ გააწყვეტინა. Bravo, ვიში კიდევ ერთი double kill-ი რა შვება ეს კაცი, გამაგებინეთ ამ Shadow Fiend-ზე რაღაც სასწაულებს აკეთებს. კი. ნუ დროა მუშიმ ჩართოს ჩვენი სტრიმი და ისწავლოს Shadow Fiend-ის საფუძვლები. ხო, აქ ვეო უტევდა კოწიკს, ნუ დაჩორდნენ ეს. შესანიშნავი შემოbrunება Shadow Fiend-ისგან. ერთი შეხედვით. მე ვერ გავიგე იქ Static Storm-ის და Kinetic Field-ის გამოყენება, ანუ რაში დაიხარჯა Static Storm-ი. შემდეგ გადმოვიდა Shadow Fiend და მოყაორი. უბრალოდ გააჩერეს იქ რაღაც დრო მოუგეს Dead Prophet-ს, სადან გაფუშულიყო Theory, რომელიც ხედავთ რომ გააჩერებებით. მავნე ტრიკი როგორც ყოველთვის. ლავირებს ამ თამაში მავნეა. საინტერესოა build-ი ტრიკის. ნუ და ტროლი ფრთხილობს, იაში აქვს, თუ ხედავთ რომ ვიში გაიჭრა 3000-ით უსწრებს გაიჭრა, ანუ მეორე ადგილზე მყოფ ტროლს. ხო, რა გვაქვს აქ? ტრიკი, დათრეკა კოწიკი და გაიქცა თავისკენ. ანუ რა ენაღლება ამ შემთხვევაში? ხო, ანუ აქ რა ხდება? ხო, Shadow Fiend-ის ფარს ხედავთ, რომ უკვე გაუჩერებელია, ანუ მგელი გვანახეს ახლა კადრით. რა ხდება? პანიკა ამებზე? მოდით
რატო პანიკა? რავი, ანუ უტევენ სინდერელას თორს. დატრეკეს შაკლჩოკი ფანტასტიკური უბრალოდ. აი ოსნეკის პირველი კარგი თამაში რაუნდის შეხვედრაში. კი, აი ამიტომ იყო გამოდმებული კლიფები მეფზე. ოსნეკისგან შესანიშნავი შაკლი ვიხილეთ. ნუ ტროლს უახლოვდება ეხლა ვიში ვნახოთ. ულტი იქნება. დადგება და ტროლი. მიხვდა რაღაცას მე მგონი მიხვდა რაღაცას. ვერ მიხვდა ეხა გახდი და გასკდა ტროლი უბრალოდ. არ არსებობს ვიში კიდევ ერთი კილი. ეს შეცდომა არ ეპატიება. VIP. Rest in peace, bro. ეს შეცდომა არ ეპატიება ტროლს. ხო. ნუ ეხლა ვერ ხედავდა რა ეხა საპორტები გვერდზე არ ყავდა ეხა და ნუ რა თქმა უნდა ვერ ხედავდა მაგრამ ასეთი დაივიდა აჰა კონტრიკიც ჩვენივე თამაშობს სნაიპი კინეტიკი ორმაგი შაკლი შაკლი 20 უკვე სასწაულში გადმოდის ლიკანი და ეხლა და დააბრუნეს ლიკანი გახდება დამაბრუნე თუ შეიძლება დააბრუნეს ლიკანი ლეიზე მიდის ფაითი ტრიკის მისდევს ყველა თუმცა იგი რამადორის პაუერ შოტი იყო ასევე 20-ის შესრულებით რომ დააკლო ინტელექტუალ შემაგდებოდ ვიში შეიძლება გაგრბის სინდერელა სტორი პრობლემები აქვს ასევე კოციks რომელიც უკან არის აი მასაც მოკლავენ და wish's dominating არ არსებობს 16-9 დაიჭრა აი უპირატესობაშია Rage 7-0-ზე გაქცევა კილებში ასე ვთქვათ Rage Against-ის შესრულებით. ნუ იქ საინტერესო მომენტი იყო, რომ ლიკანი დააბრუნა გლიმსით ლეინზე. საინტერესო იყო ნამდვილად. იქ დიზრაპტორმა თუმცა ლიკანი მაინც როულად გავიდა. ისე სწრაფად გარბოდა. ხა რა თქმა უნდა როშანს შეირგა. მარტივი როშანი 4000 უსწრებს SF-ი Troll Warlords და პრობლემები აქვს Radiant-ის main carries და თლიან გუნდს რა თქმა უნდა. დადგმულია სენტრი დაინახეს ტრიკი თუმცა მოასწრებს გაქცევას და ძალიან ცუდი გლიმსი იყო. თავისი ბრალი არის. ხო. ნუ ხედავთ ეხლა რომ ნუ სვაპი აგრესიული და აქ მოკდება. ვიშის მეგა კილ. ნუ შეუჩერებელია ჯერჯერობით და ხედავთ რომ თავის უშუალო კონკურენტ Dead Prophets 5000-ით უსწრებს ნეტვორკში ვიში რაც არის კატასტროფული უპირატესობა. ძალიან გაფიტულია და ეს არ ვიცი, ცუდის მომასწავებელია ძალიან Radiant-ისთვის. აი ეს ფუში არ უშველის ტიპიკაციებს არანაირად ამასჯობია. ანუ რას უშევ? ძალიან ცუდი მაგალითი. ძალიან ცუდი მაგალითი ჰქონდა ტიპიკაციებს ამ ლეინზე, ფუშის ცდელობისას და ეხლა გაითვალისწინე გადავიდა. და აღარ გარისკა რა თქმა უნდა. გაბარსდეს უბრალოდ. ეხლა უკვე ძალიან ფრთხილად თამაში უწევს Wise Monkey-ს, რადგან კიდევ ერთი შეცდომა, კიდევ ერთი team wipe და ეს ყველაფერი უკვე GG-ს მიუახლოვდება. Wombo combo გვაინტერესებს, რა თქმა უნდა. ვარდი, რომელსაც Wise Monkey-ს საკმაოდ შესრულებით. სად არის Wombo combo ყაվել? მაგ Wombo combo-ს ჯერ კიდევ ველოდები, მე ჩემურად ოპტიმისტურად დავრჩები და მჯერა რომ ერთი Wombo combo. ნუ Smoke-ი არ გამოყენებულა, რაც არც Smoke-ი არ ყოფილა და არც რაღაცა კი, რაღაც სადეს თავიდან კარგად მიდიოდნენ push-ზე, top-ზე, Wise Monkey-ი, თუმცა არაფერი საინტერესო. მოიკოჭრებს ორივე თიმი, რადგან ორ-ორი ვარდი დევს მხოლოდ და მხოლოდ, თუმცა იმ ლინზე სადაც მოქმედება უწევთ უშუალოდ. ნუ, ოდით ვაღიაროთ რომ აი ეხლა კი, საბოლოოდ გაიტანენ ეხლა ალბათ დაერების top-ს. Wise Monkey-ი ისიც ვახსენე რომ იმ შემთხვევაში თუ კომბო არ გამოვიდო და საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა Rage Against-ს, რაც ანუ ისე მიმდინარეობს თამაში როგორც ვიწინასწარმეტყველე, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჯერ არ გვინახავს Wombo combo, რომლის აუცილებლობაც, რავი, უკვე დაუდგა Wise Monkey-ს. საბოლოოდ დადგება, იმიტომ რომ ეხა ჩაიკეტებიან თავის ბაზაზე Wise Monkey-ს, იმიტომ რომ მიძე აღარ არის, არც tower და პირდაპირზე მოტადის high ground-ზე ვიში, იმიტომ რომ მას იმორტალია, კარგი ვაკუუმი, დაგვიანებული სამწუხაროდ ვოლი. თუ ეხლა მოასწრებენ რა თქმა უნდა Wise Monkey-ს გატანას აკი ორი კაცია და ტელეპორტ Snake-ი, ტელეპორტს აკეთებს რა თქმა უნდა უკვე. თუმცა tower გადანილია, ეს უკვე გადანილია. შაკლი დიზრაპტორზე ნახოთ ლოვონო გადმოვიდა, მაგრამ ელოდებიან ვიში არიხევს უკან, მაინც რატო ხო არ ვიცი, დაკარგა. ლეინი დაკარგეს. კი, არასწორად გათვალეს ამ შემთხვევაში. და უკან ტელეპორტები იქნება ეხლა. კი, რა თქმა უნდა, ორი კაცი ტროლი გადმოდის თავისაკენ გააკეთეს. Silence-ი ორივე ვიში კარგი ვაკუუმი შეცვლები ტანი კარგია წოვენ ყველაფერს ვეო ვიშიც მოგდება აუცილებლად თუმცა აცრებს უბრალოდ შემოbrunდებულია ვიში ოდიტი მოგდება რა თქმა უნდა ასე პრობლემია კოცი მერტო ჩემო ტრიპლ კილი დაკარგა როშანი მაგრამ აღსდგება მეორეჯერ და დაამთავრებს ამ ლეინს ვიში ორმაგი ბაიბექი ვიხილეთ ნუ საოცარი აგრესია ვიშისგან არ ვიცი უბრალოდ ეს ბიჭი
პირველი თამაშია სპორტის აი, კარგი ასე ვთქვა, სტატიკ შტორმი და ვიშს მოკლავენ, ბრავო, ვაიზმანი. გოლდი დიზრაპტორ ძალიან. არ გაუშვათ ოსნეიკი, მასაც არ გაუშვებენ სავარაუდოდ, მაგრამ გაუშვეს. გაიქცა ვინდრანით. ნუ ვიშის აგრესია გამაუგრებელია. ვერ გაიტანეს სხვადასხვის. მიდლეინი. ხო, ეს რა თქმა უნდა თავისთავად ვაიზმანის ბონუსია, თუმცა -2 ბაიბექი იყო. რავი. ხედავთ. ნუ ნელ-ნელა ტრიკის წაერთვა MVP სტატუსი ვიშისგან, რადგან ამ ბიჭის აგრესია მაოცებს მე პირადად. ნუ რამდენჯერ უკვე იმ შემთხვევაში, როცა აუცილებლად უნდა გაქცეულიყო, შეუბრუნდა მეტოქერს და დაბლ კილი, ტრიპლ კილი და ულტრა კილიც კი ვიხილეთ მისგან. ხო, გავანახებენ აქ ტაიერის ტოპ ლეინს, მელი ბარაკი აღარ დგას. ანუ ავტომატურად ნიშნავს ეს იმას, რომ ლეინი თავისთავად დაიფუშება და მიძეს აღარ არის თავერი. ნუ მოკლედ კი ვიში ვიშობს, მაგრამ პატარა პრობლემები შეინიშნება. ნეტვორკში განსხვავება. Rage Against-ის გუნდში დამეთახმები, ხო? კი. რაღაც პრობლემები არის. ნეტვორკში თითქმის არაფერს არ ნიშნავს ეს ნეტვორკი ხა ჩემთვის. რა თქმა უნდა, როდესაც გაქვს საქმე ვომბო კომბოსგან ფუჩის უდიდეს პოტენციალთან, რომელიც უკვე ვნახეთ, წარუმატებლად დამთავრდა მიდლეინის ცდელობა Rage Against-ისთვის. და აქ ძალიან საყურადღებო ფაქტორია იმ თავდაჯერებულობამ Rage Against-ი არ უნდა მიიყვანოს შეცდომამდე, აი უკვე რაღაც აუცილებლად ელოდება Wise-Monkey-ს. ხო. არა, ვიში როგორც თუ კიდევ ერთხელ მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან მაგარია ამ შეხვედრაში, მაგრამ ყურადღება მაინც არ იქნება ურიგო. ნუ ნელ-ნელა ჩაცხრა ტრიკის. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა სულ team fight-ების ვერ გვანახებენ. ელი თავის საქმე გააკეთა ბოლომდე ტრიკიმ და ეხლა ვნახოთ შედობლეიჩი. ნევერა შემოდის, ნუ აქ მოკლავს და არა, გაიცევა, თუმცა რა მაგრად. არა, ვერ მოსწონს ძალიან შაინი, ასევე შეტევა ვიშზე. შეიძლება ულტი ვერ მოასწოს, მაგარი ვაკუუმი დადგმულია, ვოლი ასევე ტრიკი მოგდება ლაონოს მიაყოლებენ. ზევიდან მანამდე ეხა ის ვომბო კომბო, რადგან ვლაპარაკობდით ვინდრანერი გაიქცევა ამ სიტუაციიდან ლიკანმა ტიპი აუტი, თუმცა -3 ეს იყო შესანიშნავი სიტუაცია Wise-Monkey-ისთვის, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენეს და ეხლა უკვე აგრესიულად გადავდნენ. ნუ აი ეხლა gold change ვნახოთ fight recap-ი რამდენია, ნუ ეს რა არის, ვეოს რა? ნუ 2000 თითქმის 2500-იანი gold change-ი ეს იყო. ამიხსენი რა არის ეს, რა item build-ი აქვს ლიგის? არა, ეს საკმაოდ გავრცელებული item build-ია, ნუ როგორც თქვით, ახალი მეტის ლიკანზე, main carry-ზე. ნუ შეიძლება შენთვის უცნობი იყოს, თუმცა გამართლებულია. Mask of Madness. კი, pro gamer-ების მიერ რა ეს თავისთავად გატესტილი top lane-ი გაითუშა. ნუ ეს comeback-ი, ანუ სიტუაციური comeback-ი, რომელიც ვიხილეთ Wise-Monkey-სგან უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ნუ ეს ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ნუ თუნდაც ფსიქოლოგიური განწყობის გასაუმჯობესებლად. ხედავ თუ Dark Series ერთმა მოქმედებამ როგორ რადიკალურად შეცვალა teamfight. ძალიან მაგარი ვაკუუმი იყო. ნუ ვიში გაითიშა და იქ ორგანიზებული ქაოსი დაიწყო Rage Against-ის შემადგენლობაში, ყველა გაქცევა და თვით ლიკანის კი გაქცევაზე ფიქრობ. ნუ ლიკანს არა აქვს ეხლა ისეთი აიტემები, რომელიც როგორც აქვს ვიში და ვიში, რა თქმა უნდა, ითავებს ეხლა თავარი კერის სტატუსი აქვს მას ეხლა მინიჭებული. ვიში? ხო, ვიში. ჯერჯერობით, თუმცა მაგრამ ლიკანი მინდა დავამატო, რომ ლიკანი არც ერთ კერის არ ჩამოუვარდება. არა, მაგაზე არ მაქვს საუბარი, ეხლა ლეიჩი შეიძლება ვისაც ზობდეს უკვე ფარმით და აიტემებით, თუმცა ამ წუთზე ვლაპარაკობ ამ 23 ნუ სანამ დრო გვაქვს ნეტვორკს და აიტემებს გადავხედოთ ქორეების, მოდი ვიშით დავიწყოთ, ნუ ნეტვორკის მიხედვით მივყვეთ, ვიში აქვს სპაიკი და silver edge და blacking bar-ზე წავიდა. შემდეგი ტროლი მოდის უკვე. მოდი ნუ ასაულს დაამთავრებს ლიკანი, მაგრამ ტროლსაც გადავხედოთ, რომელმაც გაუსწრო 2000-ით, 3000-ით თითქმის. ნუ დიდი არაფერი, მაგრამ საჩხუბრად ბეკები არის. მანტა იმზადება. მანტას ამზადებს. მანტა თავისთავად. მანტა თავისთავად ისე საინტერესო სვლა. ხო, არა, მაინც უცნაურია. Dead Prophet-ის build-ი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ საკვანძო ფიგურაა. ნუ შივა, რა თქმა უნდა, ვეილი აქვს, ეულსკეპტერი აქვს. ნუ Dead Prophet-ის სერიოზული ძალაა უკვე, თუმცა მისი მოვალეობა არის მაქსიმალურად დიდხანს გადარჩეს ფაიტში, რათა ეგზორსიზმი იქნას მაქსიმალურად. კი და ეხლა ინვისშია Dead Prophet-ი, რომელსაც მიყვება ტროლი და ვნახოთ რა მოხდება. აქ ლოვონო დაიჭირა ტროლმა, თუმცა სტანი საპასუხო და ეხლა ძალიან ცუდი რაღაც გაუკეთა. ვიშია შედოუბლეიჩი შეიძლება სასწაული უკვე გვაჩვენოს, kinetic field-ი დავრეს, ოლსნეიკი ვიში უტევს დისტრაპტოს, კარგი რეიზი უკვე, კარგი ვოლია დადგმული ასევე და დადგა kinetic
სტატიკ შტორმი გახდა ულტივიშმა ასევე პრობლემები აქვს უკან დაიხია მიდოთმარტებიკაზე მიშტანი ერთი დასვეპა მან ლონო ამას შეეწირება აუცილებლად ვიში გასულია ისევ შედობლეცი მოგდება უკან ლიკანი მოკდა სლარდარი რა თქმა უნდა ვიში უკვე მოწია და აწეული ეულში ასევე დეთ პროფიტი ვიში ძალიან დიდი დემიჯი ვის შესრულებით კოწიკი გახდა მან ულტი თუმცა მოგდება Team White Monkeys საწინააღმდეგო და ნუ აქ იყო ძალიან გვიანი ეგზორციზმი და ცოტა არაორგანიზებული ფაითი, რადგან ცოტა არაორგანიზებული, იმიტომ რომ ვერ მოკლეს მალე Wind Ranger, რომელიც დახაჯეს ყველაფერი, Static Storm-ი დახაჯეს იქ, ძალიან დიდი ხანი კლავდნენ. მოკლე და საბოლოოდ ვერც მოკლეს. Kinetic Field-ის გარეშე გაკეთდა Static Storm-ი. ნუ პლუს ამას Vengeful Spirit-მა ძალიან კარგად დაასეივა Wish-ი, რომელსაც ტროლი მიადგა და ვერ დააღწევდა სხვა სიტუაციაში თავს. და ეხლა უკვე mid lane-ზე გადავა Push-ი. და გადადის შეტევაზე, რა თქმა უნდა, სურთ Rage Against-ом დაამთავრონ როგორმე დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ უტევს Wish-ი უკვე mid lane-ს და mid lane იქნება გატანილი თავისუფლად სავარაუდოდ ჩართული გლიფი, თუმცა ეს გლიფი რა თქმა უნდა არ უშველის. ნუ ამ შემთხვევაში ვერ გადარჩება მიდბარაკი, რა თქმა უნდა, თუ არ მიყვა ქვედა ბარაკი. სარეთ თავარი ეხლა გადაჭერს ვაკუუმი, თუმცა ვოლი არ იყო და ბრუნდება გლიფით უკან ვეოს მოკლავენ სავარაუდოდ კი, მოკვდება ლიკანი და ნუ ეხლა ასეთი პიკაპები, რომელიც საკმაოდ ბევრს ნიშნავს Wise Monkey-ისთვის, ნუ არ უნდა დაუშვან, არ უნდა მისცენ უფლება Rage Against-მა. ო, თუმცა როშანი დადგა და ნახოთ რომელი თიმი მოასწრებს როშანის ნუ თუ ლიკანი არ არის და ამას გავითვალისწინებთ, Wise Monkey-ს ძალიან მარტივად უნდა აიღოს ეს როშანი და შედის ეხლა Troll Warlord-ი როშანზე და როშანი იარგება Radiant-ის თიმს. ნუ BKB-ს ხედავთ Quick Buy-ში, ნუ ტროლი სოლოზე ძალიან მალე მოკლავს, რა თქმა უნდა, პლუს სლარდარი, ნუ როშანის გაქრობა შეუძლია ამ შემთხვევაში Wise Monkey-ს. წარმოდგენა არ აქვს Rage Against-ს. ცოტა armor-ში აქვს პრობლემები Troll Warlords. ანუ გულისხმობ რომ გაფარმული არ არის კარგად, ჯეჯერობით 26 წუთისთვის, თუმცა ეხლა დაზღვევა ექნება მას როშანის სახით, იმორტალის სახით. თუმცა ვერაფერს გახდება. არა, ტრიქს აზრი არ აქვს აქ მის თამაშს, ანუ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. მაინც გარდამავალია უპირატესობა მიუხედავად 12000-ისა, ხო, Rage Against-ის ასარგებლო. კი ბატონო, გეთახმები აბსოლუტურად. მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი Wise Monkey-ის, ანუ Rage Against-ის, აი Smoke-ი როგორც იქნა ვიხილეთ 4 კაცს. ხო, Smoke-ია და პლუს Wish-ი თუ ვასწრები Smoke-ი და Dead Prophet-ისკენ მიემართებიან, პროფეტმა უნდა იგრძნოს ეხლა რომ არ ჩანან და აი ხა დაიჭირეს, ეული გამოიყენა სლარდარი მოდის. არა, მოკდა პროფეტი, ეხლა უკან უნდა დაიხიოს სანამ დროა. ნუ ლიკანი შემოვარდა იქე და მისდევს დიზრაპტორს, გლიმპსი უნდა გამოიყენოს, ნახოთ Darkseid კარგად თამაშობს, Blink-out-ი სლარდარი ვერ გადარჩება. ამ შემთხვევაში Wish-ი მაინც დაეწია Darkseid-ს, ვერ მოკლავს, მაღლა სლარდარის ვერ გადარჩა ქვემოთ Darkseid და -3. ნუ -4 ძალიან უწყინარ სიტუაციაში, იმ შემთხვევაში, როცა Dead Prophet-ი ყდება, აუცილებელია ბექი მით უმეტეს ბექავდნენ, მაგრამ შვენიერი. რავი, ტროლი ახლა ნუდარდელად ფარმავს მაღლა Ancient-ებს. რა ედარდება იმორტალია გიჟში. ხო, რა თქმა უნდა, მის ბაზაში ყოფნას აქ აზრი არ აქვს. ხო, ნუ ეს ხოლმე ტრონზე მიდიან. ტრონზე მიდიან, არა მგონია დრო არ ეყოფათ და უნდა მიხვდნენ ამ ყველაფერს მარტივად. ტიპიკალსლიმი თუ არ იქნება ტელეპორტი არ აქვს. ოლდემოტ ტელეპორტი არ აქვს. ბრეიკი და ხო, ნუ safety-ი. დახარჯა ეს 10 წამიანი თუ რომელ წამიანია BKB უკვე ხო, პირველი ჩარჯი დახარჯა. ხო, ნუ safety-ზე. ხო, რა თქმა უნდა, ახლა აქ იმორტალის დაკარგვა იქნება და აბსოლუტურად უაზრობა და ძალიან ცუდ თამაში ტროლის შესრულებით. ნუ base race-ის შესაძლებლობა თუ ექნება საინტერესოა Wise Monkey-ს, ხედავთ რომ კრიპები. ხო, კატასტროფული სიტუაცია ჯერ არა აქვს Wise Monkey-ს. არა, რა თქმა უნდა. ორი ლეინი აქვს მათ დარჩენილი, პლუს იმორტალიც აქვს, რაც თავარია. ის კი არა, ხო რა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას რომ ვომბო კომბო კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ძალაშია და ყოველი შემდეგი, ასე ვთქვათ. ნუ შივას გარდი ძალიან გაეწელა Dead Prophet ამასობაში კი Butterfly-ზე გადავიდა Wish-ი. რაც უკვე სერიოზული აგლები ხედავ გელი, მაგრამ დაინახავენ ახლა ამ გელს და მოკლავს Cinderella ავსორი. გელი დაეცა საკმაოდ გმირულად. კარგი კადრი იყო ტყიდან. და ცოტა დაწყნარდა სიტუაცია, ორივე გუნდი აანალიზებს, რომ ერთი პირველ რიგში დაწყნარდეს და გაანალიზოს სიტუაცია პირველ რიგში Wise Monkey-ს, მე იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო დასალაგებელი თამაში, იმიტომ რომ რავი, ესე მიმაჩნია მე იმ ხრივ რომ
კომბო კი არის ვომბო კომბო ჩვენ შეგვიძლია ის იმაზე ვილაპარაკოთ შეიძლება თიმების გაკეთება ძალიან თავისუფლად მაგრამ ამ ყველაფერს ხო შესრულება ჭირდება ამ ყოველ შესრულებას კი ჭირდება კარგი დაგეგმვა იქ იქნება ეს სმოუკით გაკეთებული ანუ რაღაც არ უნდა წამოეგონ რაღაც პროვოკაციას მეორე გუნდისგან მოკტა ერთი კარგი არა უშავს თავარი ეს დანარჩენი გუნდი გადაშევს შეძლონი ხაინგა უნდა დაცვა მოკლედ ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ ნუ კიდევ ერთი აი განათ ეს ტრიკი ძალიან კარგად აქ მელი საიდან გაიყო არ ვიცი მაგრამ გადარჩება აქ ტრიკი ჩართულია ეგზორსიზმი კოციკისგან ნუ ეხლა ორ ფლანგზე გაიყო იქ რეკვიემს გაჩვლის არ მოხდება BKB-მ დაბლოკა და აუცილებლად უნდა მოკლა სტრომა ვიში ეხლა ნუ პირიქით იქე სლარდარი გააქვს რო ვიჩმა ქვემოთ რა ხდება ეგზორსიზმი გაიო კინეტიკ ფილდი ნახოთ ეხლა რა მოხდება დისტრაპტორი კიდევ ერთხელ დაბლ კილი ვიშისგან პაიკი გამოიყინა ტროლზე ნუ აკაითებენ ტროლს გამუდმები ვერ ახერხებს ვერავის დაბლოკებას თუმცა ვოლი დეფენსივ ვოლი დაიდგა ტროლი მოხდება ეგის დაკარგავს ნუ ვიშმა სოლოზე გადაურბინა ეხლა სამკაც ტროლი აქ ცდილობს გადარჩეს კურიერ სნაიპის არ ნუ არაფერი არ გამოუვიდა ამ ფაიში ტიპიკალს მიძევს ეხლა კურიერსთან ნაკლებად ანუ ვფიქრობ არა ვერ დაეწევა რა თქმა უნდა კიდევ ერთი არაორგანიზებული ფაითი ვაიზმანკისგან ნუ აი ხო რაღაც შემიძლია თქვა რომ როგორც პირველ რუკაზე კлау უპირატესობას ხელში იგდებს Rage Against-ი აკონტროლებენ სიტუაციას ბოლომდე მოიგეს კიდევ ერთი team fight-ი და მარტივად შეიძლება ითქვას არ დაუკარგათ არავინ თუ არ ვწდები ხო? აკეთეს -4 და უკვე ველოდებით ისევ აქტიურ თამაშს მათგან ანუ ასვას high ground-ზე და ის ძალიან მოკვეთილია თამაშის მიმდინარეობას ეხლა უკვე მიადგნენ ქვედა ბარაკებს Rage Against-ის მოთამაშეები ნუ ყველანაირად ეცდებიან აქ ხელი შეშლა თუმცა ვერც გძნობს ვიში ამ ყველაფერს მარტივად გაიტანა ძალიან მარტივად გაიტანა თავერი ტროლი მოვიდა სლარდარიდან ინიციატივა ლოტუს ორბით ეგრევე დაბლოკეს სამკაციანი კინეტიკ ფილდში ამოწეული ორი კაცი ძალიან დიდია დემეჯი ლიკანი დასდევს უკიდე დაბლ კილი ლიკანისგან არ ჩერდება აქედან ვიში მოადგა და ისევ პანიკა დედ პროფეტი ძალიან საფრთხეშია ნუ ეგზორსიზმი კულდაუნზეა და ეხლა კიდევ ერთი -3 ბაიბექი დიზრაპტორისგან ტროლმა ბაიბექი გააკეთა და ეს იქნება უკვე გადამწყვეტი 4 კაცი ძალიან დაბალ HP-ზე ახლა უნდა დასაჯონ აუცილებლად უნდა ნუ გლიმპსი ვიყილეთ ლიკანზე რა თქმა უნდა ლიკანი დაეცემა ვინდი არ უნდა შემოbrunდეთ რადგან მას არ შეუძლია გადაარჩინოთ ლიკანი ნუ ბლინკაუტი ნუ -1 -2 ისეთი არაფერია თუმცა ნუ ბაიბექების ხარჯზე ხო გადაარჩინეს ლეინი მაგრამ ბაიბექი გაკეთებული გაცდა უკვე ნეტვორკის სხვაობა და რავი სტრატეგიულად ძალიან კარგად ნელ-ნელა ნაბიჯ მიიწევს Rage Against-ი ტროლი კიდევ ერთხელ მოკტება და თამაში დასრულდება ჩემი აზრით კი რა თქმა უნდა ნუ რავი ცოტა არ იყოს კრიტიკულ სიტუაციაშია ვაიზმანკი ცოტა არ იყოს 21000 მიყავთ მათ ნეტვორკში გვაჩვენებენ Wonderful Speed, რომელსაც Solar Crest-ი აქვს, რა თქმა უნდა, აწყობილი, თავის მეორე სკილთან ერთად ძალიან კარგი გამოსაყენებელია ეს აიტემი. ვინდა ის ხედავთ Shadow Blade-ი Blink Dagger-თან ერთად და ასევე Force Staff-ი და Ghost Scepter-ი, ნუ მოკლედ რაღაც კარგი აიტემი ის არის, გაიმაზა Shadow Blade-ი, გაიხსნა Snake-ი და დაიკარგა, რა უაზროდ დაიხარჯა აქ Static Storm-ი. შაკელ შოტი აკოსტექი ვერ მოკლა რა თქმა უნდა ტროლს სტანი ჰოტისგან მაგრამ ჩართულია ვინდრანი კარბის როგორ შეუძლია გლიმსი უკან და ბლინკი რა შეება ოცნეიკი ეული აქ კოციკის შესრულებიდან უსაბოლოოდ როგორც იქნა მოკლეს ეს არ ვიცი რა დავარქვა არასწორი აგრესია იყო რადგან რა თქმა უნდა ვერ მოკლავდა იქ ტროლს და რავი ჯერჯერობით სმოუკი არ გამოყენებულა ვაიზმაკისგან რაც ძალიან მიკვის, როდესაც ბომბო კომბოს შესაძლებლობა გაქვს, უნდა გამოიყენო აუცილებლად ეს შანსი და ეხლა ვნახოთ განმეორდება თუ არა ის რაც მოხდა და უკვე დაინახეს ვიში და სვაპი აგრესიული სვაპი ტროლი ცდილობს არა სამკაცია ძალიან დიდია დემეჯი სტრატანი გადმოხდა თუმცა ტროლი მოკდა ეგზორსიზმი შემოვიდა იქ კოტიკიმბა თუმცა რეკვიემი 4 მაგი კედელი ვაგონი მოკდა ორი მოკლეს უკვე -2 ეს -3 რა თქმა უნდა მათ შესრულებით რამხელა თემის იწევინება უოლესელია შეკეთეთ მეოცელება მოკლედ
4 მაინც შეცვლებით რა შვება ვიპი დაბლ კილი ვიში ბოლომდე თუმცა მისივე ილუზია ვიშის ტრიპლ კილი და ასევე სინდერელასტორის ტრიპლ კილი უბრალოდ ვიშის ილუზიის ტრიპლ კილი ეს ყველაფერი ღმერთო რა მოხდა დიზრაპტორია მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ნახეთ თუ შადოუფინდის ილუზიამ ნუ გოლ ჩეინჯი არის ძალიან სოლიდური 3500-ზე მეტი არა უშავს ნუ შადოუფინდის ანუ ვიშმა თავისივე ილუზიით სტატიკსტონი არც იყო აუცილებელი მინდა გითხრათ ისეთი რაღაც ისეთი ვოლი დადგა სინდერელა სტორი კომბოს მაინც არ ქონია ადგილი ანუ ზუსტი ტაიმინგი არ ყოფილა თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად მოხდა კიდევ ერთი ნაბიჯი კამბექისკენ მოკლედ ხო, გვაჩვენებენ კურიერს, რომელშიც დევს შივას რეცეპტი და პლუს ხო, ნუ მოკლედ ხო, Mystic Stuff-ი. მოდით ერთხელ კიდევ გადავალოთ აიტემებს თვალი, Shadowfiend-ი. საინტერესოა. ნუ ჯერ Radiance გადავალოთ თვალი მაშინ. ნუ Windrunner-ი ტროლი, BKB, მანტა და MKB აქვს Quick Buy-ში, Dead Prophets რაც შეეხება შივას გარდი უკვე მოდის, სავარაუდოდ. ო, ნუ კურიერში დარჩა და დავისწრა, შემდეგი აიტემი ოქტარინ კორი იქნება, სლარდას ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება ამჯერად და დიზრაპტორი, ფაიფი, კარგია, შივა, შვენიერი აიტემები და სლა მოდის. რადიენტებმა და მხოლოდ მეგონი 5 წუთი კი გავიდა, ხო? მეგონი ბაიბეკ კულდაუნიც არ არის შორს გაასვლისგან. Windrunners ხედავ რამდენი escape საშუალება აქვს თუ წარმოუდგენელია მისი დაჭერა. პრაქტიკულად. რაც შეეხება ლიკანს რომელიც 2000-ით უსწრებს ტროლს. ნუ ეხლა ტრიკი დაინახეს და ნახოთ მოკვდება რა მარტოა, თუმცა Lotus Orbit მოიხსნა იქ დასტის, ანუ არა, მაინც დაიჭირეს. და მარტოა ტრიკი. ეს ასეთი კილები უკვე ასე ვთქვათ late game-ისკენ. ნახოთ გადავხედოთ ეხლა Shadowfiend და ლიკანს აიტემებზე. ლიკანს რაც შეეხება უკვე ძალიან მსხვილია, დიფუზალი აქვს Quick Buy-ში, საინტერესო არჩევანია. ხოლო Shadowfiend-ი რომელიც შეტევა ეულში აგდეს დისრაპტორი თუმცა მაინც გარბის Windrunner-ის კოსტები უკან გლიმსი და მაინც გარბის კინეტიკმა გააჩერა მაგრამ არ უშლის ამას ხელს უკან შეკლშოტი ბოლომდე ვერა შენელება Shadow Blade ვერ ხედავენ და გაიქცევა Snake-ი ვერ მოხდა ბოლომდე კი მოხდა პირველ სკილი Snake-ისგან ბრავო თემა თიმა ვერ მოახერხა მისი დაჭერა რაც შეეხება Shadowfiend Mask of Madness-ი ძალიან საინტერესო აიტემი Shadowfiend-ისგან, შემდეგი კი MKB-ია Quick Buy. როშანი დგას. ხო, ნუ ეხა იმ შემთხვევაში, როდესაც Requiem-ს გამოიყენებ, Raze-ებზე გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, თუ Mask of Madness ჩათდავ და ხელიდან დემიჯი აქვს უზარმაზარი Shadowfiend პლუს ლიკანის ყმული ასე ვთქვათ, რამხელად დემიჯი აზდის, ხედავთ 299 ქონდა. ზადდება შემდეგი იერიში Wise Monkey-ის high ground-ზე და დასახვედრადაც მოდი ვთქვათ რომ ზად არიან ვის ბაიბექი ეტენება აქვს უკვე ბაიბექი რაც შეეხება Wise Monkey-ის სტატუსს მხოლოდ Disruptor-ს არა 50 წამი აქვს ტროლს ბაიბექამდე და ამასობაში თუ მოასწრეს გატანა bottom lane-ის იქნება კატასტროფა ვის არის რომელსაც აქ რა თქმა უნდა იმორტალი და თამამად შეიძლება თამაში ადევს მას Lotus Orbit ზევიდან და ნუ ძალიან მარტივად კარგეს ველოდებით ომოკომბოს ძალიან გთხოვთ კიდევ ერთი ნუ გამოიყენო ნუ დაუცილებლად ეს ბოლოს და Darkseid ხედავთ რომ შედის უკვე სამკაციანი კედელი თუმცა დისრაპტორისგან მოყვა იქ Requiem-ი მაინც მოასწრო ტროლი უშუალოდ დააფოკუსებს ეხლა Shadowfiend-ს გაბაჭა რა თქმა უნდა ბაჭიდან არ გამოიყოს ვაყოთ უნდა გაეკიდოს და იმორტალი დააკარკინეს თუმცა სლარდანმა ბაიბექი გამოიყენა ლიკანი დარბის იქ თუმცა ვერ მოახერხებს გაქცევას და ხედავთ რომ ვის ბაღლიან ძალიან დიდი დემიჯი შეაქვს ტროლი არ უნდა მოკვდეს ამჟამად ბაიბექი არ აქვს ლიკანი დაიჭირეს იქ მოკვდება მიყვება მას Vengeful Spirit და ვიში არის აქ ქვემოთ მარტო დარჩენილი 5 კაცი ყველა ცოცხალი არის
შოტმა კი ნაღამ მოკლა დეპროფეტი და ტელეპორტია საჭირო ზედაშრაინზე არ უნდა გაუჩვენ არანაირი შემთხვევაში ტიპი აუტი გააკეთეს იქ თუმცა დაიჭიდეს დაინახე ოსაკი დააბრუნოს უკვე გლიმსით და მოკლავენ მას ავადოთ -2 იქნება ეს ვაის წარუმატებელი CG high ground ძალიან მაგარი კობო იყო სხვადასხვის გამართლებული შეიძლება game changer-ი და divine rapier-ზე მიგვითითებს ობზერვერი ჩვენი ახალგაზრდა ობზერვერი მაგრამ არა მგონია ნუგარი ალბათ არ გარისკავს ვიში ჯერჯერობით არ არის divine-ის divine-ის მე 45 მაინც შეიძლება თავისუფლად ჯერ კიდევ ერთი ცდით ანუ მინიმუმ შემდეგ როშანამდე ნუ ჯერ ცოტა პაუზა ერთი თვის ხავს მელი დაგემუდებით ახავი მინდა აღვნიშნო პატარა ანალიზი გავაკეთოთ სანამ პაუზა გვაძლევს საშუალებას. მინდა აღვნიშნო ის რომ ასეთი წარმატებული დეფი ჰაი გრაუნდის, ანუ ეს ერთი ნაბიჯი აშორებს ვაიზმანკის პირიქით ფუშზე გადასვლასთან. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქორეს მოკლავენ, ეს უკვე სერიოზული საფრთხე იქნება Rage Against. თუმცა არის ეხლა დააკვირდი წამზომს გულისხმობ სიკვდილის წამზომებს 30 წამი არ იქნება Wind Ranger და ასევე ლიკანი და რავი ფუშზე არ იქნებოდა ურიგო ხო? გადასულიყო ეხლა. არა, ჯერ მაინც არის ყვა მოთმინება უნდა გამოიჩინოს ვაიზმანკისმა. ნუ როგორი აგრესია ვარდების რუს ხედავთ, მთელი ზედატყე დავარდული არის. ხო, იქიდან ვერ გავლენ. ანუ, რა თქმა უნდა, როშანია დავარდილი, ანუ კი, მარტივად რომ სამაგი კონტროლი როშანზე. ნუ ტრიკი, რაც შეეხება ტრიკის მექანიზმი, force staff-ი და lotus orb-ი საკმაოდ სასარგებლო აიტემები აქვს. აი support აიტემებია, რა თქმა უნდა. ნუ დეპროფეტი რამდენად ახლოს არის? ცოტა დაიკარგა ტრიკი, აი უკვე mid და არა, ეგ რა თქმა უნდა თავისი roamer-ის მოვალეობა შეასრულა. ხო, late game-ზე ამოვარდა bounty hunter-ი. კი, late game-ზე infect-ის მოხდენა, ნუ ძნელია ამ ნუ რა ხდება ახლა მოიშორა ტრეკი, მე რაღაც საშიშროება მეგონა უცებ დავიძაბე. და ლიკანი, რომელიც დიფუზალთან ჯერ კიდევ შორს არის, რა თქმა უნდა არ იყიდეს ბაიბექის აერაში არ დარჩება. აინტერესო მელი 1-4 და რას რაქნა აქ დისაპტო რომ ვერ გავიგე. თვითონ გლიმსის ძოლ უკან დაებრუნები და ვეო, თუმცა გახსნა BKB ვეომ და ამიტომ ვეღარ და სვაპი დასვაპეს არ ვიცი ვინ თუმცა რა მაგარი ვაკუუმი დარგული ასევე ვოლი კოციკი მოკლავენ -2 ძალიან თავისუფლად კარგია საფორტები მოკლენ მაგრამ ამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ოსტეიქს მისავენ ასევე ოსტეიქი არ უნდა გაუშვენ თუმცა აკეთებს იგი force staffs და blink daggers უკან მაგრამ ეს -2-ია მივხვდით იმ საფორტებია მოკლეს შეიძლება push-ი რა თქმა უნდა wise monkey-სგან ვიხევთ მაგრამ აქ უკვე split push-ავს well mid lanes მაგრამ mid lanes რა თუნდა push-ი ის გაფუშული არ ვიცი რა ხდება აი ხედავ და ბაიბექი გააკეთა ვენგეფულ სპირიტმა. ნუ კიდევ ერთი პატარა შეცდომა. ნუ ლიკანია ეხა ბაზაში აქ რასაკეთებს? მომენტალური ტელეპორტი ორი კაციდან დარცის გაუწყვიტეს ტელეპორტი როგორცაც ანიმაციისგან ლიკანი დაამთავრებს ბარეკს თუმცა ნახოთ რამდენად მოახერხებს გაგწევოთ BKB და save ტიპის ვიხილოთ რა თქმა უნდა top lane-ზე გადავიდეთ რა ხდება? ტროლი არის top lane-ზე. ბაში არ გავიდა. გადაფერდა გლები ვაიმე. არა, მაინც გადარჩა ბარაკი. გადარჩა ბარაკი და ეგ ბარაკი თუ არ ვშტები ირეგენება, ხო? ნუ მელია. რაღაც პროცენტულად კი. თუ შეიძლება რო გვანახოთ. კაი, არა აქვს მნიშვნელობა. ნუ ვლადიმირ სოფერინგი ვინდრანერისგან. ოცნეიკი, ბრავო. დაკიდებას აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, მას აქვს მისი -2 ლეინებში. ნუ ნახეთ Shadow Blade, Dagger, Force Staff-ი. აქ რა შვება ვიში, კაცო? ხო. ფუში გძელდება და აი ჩვენ გვაქვს გემი. ვის ხედავთ რომ უკვე full item-ია, ფეხიც კი ამოღებული აქვს, მან ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. რატო აქვს ფეხი ამოღებული? იმიტომ რომ 6 item-ი აქვს. ხო, ნუ აქ რა ხდება? კინეტიკილი და გლიმსი უკან, BKB რა თქმა უნდა რომ არ და გლიმსონ და გაწევა უკან, გაიწიენ უკან და აქ ხედავთ კრიფების შეუღავათო ბრძოლა.
ნუ 30000 ძალიან სოლიდურადაა წინ გაჭრილი Shadow Fendi, ანუ ვიში. თუმცა, ნუ თავარი ტარგეტია, რა თქმა უნდა, როგორც იქნა ვიხილეთ 5 კაციანი smoke-ი, ნახოთ ვის დაიჭერენ, ვიში არის იქ კემპთან და შეიძლება იგი ახლოს, მაგრამ კარგად ასწრებს მას. არა, ვინდრანერის გაკიდებას. აი, ვის უახლოვდება 5 კაცი ტროლი, ნახოთ, არა სლარდაისგან ბლინკი შიბაც არ მოხდა. თუმცა ლიკანი ეხლა ლიკანი BKB აქვს ჩართული, ნახოთ, ბრძოლა მიმდინარეობს, იქიდან ვერ მოახერხა დიზრაპტორმა კინეტიკ ბილდი ჩარგვა ტროლი, ძალიან კარგი ფორსი, აქეთ კი პრობლემა კაცებს დადგმულია ვოლი, მიდევს ტიპიკალ სამკაცშია მოგწევა ლუკინას ლარდარი უნდა დაეხმაროს მას აუცილებლად სტანი გვინდა, სტანი გჭირდება რა თქმა უნდა, სტანი არა შეკელწოდი გამოვიდა ასევე ტროლს კინეტიკ ბილდი რაზე BKB აქვს ჩართული გავიდა, გაუტავს ეხა ვიში, გაუტა მან თინდრასოც გასული ასევე თუმცა სტანი აქვს ტიპიკალ სლემი რა მაგათამაშო ტრიკის გადაეცე და ვიშ სლავენ ვიშ მინუს ვიში -3 ვაიზბაკის შესრულებით აქ რა ხდება -4 არ არსებობს არ არსებობს იქი გაიქეცი არ მოკვდეს შეც გაიქეცი ბაიბექი აქვს, რა თქმა უნდა აიძულონ ბაიბექი, რომ გააკეთონ ორი ლეინი. აუცილებლად ბაიბექი აუცილებელია. შესანიშნავი ფაითი იყო იმდენად, ნუ რამდენიმე ავიდა თქო დაიშალა სიტუაცია, მაგრამ მე მოკლეს მაინც ვიში. ნუ არ ქონდა ორგანიზებას ადგილი, ლიკანი იქ მარტო ჩააკლეს. ხო, შეკელზე. ულტი არა, ეუსი შეიძლება 20-ის მოკლან ძალიან ხოთ, მოკლთ -5 იქნება, ეს რა თქმა უნდა. არა მგონია თითქოს, მაგრამ ფორსტა. არა, ყველა აიტემი escape-ის აქვს ვინდრანერს, თუმცა ეს არა არის მნიშვნელოვანი. ხო, უტევენ, მინდა აუცილებლად შეტატები არის. და ბაიბექი აუცილებლად უნდა გააკეთონ, ბაიბექი თუმცა არ აკეთებს. ხო, კიდევ ერთი კარგი შეკეთება 20-ის შესრულების შეუძლია მასოვაკა ჩართული შრაინი და ბარაკი. ბაიბექი გააკეთა ვიშმა, ბაიბექი გააკეთა ვიშმა. გაბეკონ და აი ეს ყველაფერი შრაინების განადგურება შეიძლება. დაინახა, საიდან დაინახა? არ ვიცი, გემი აქვს ავარაუდოდ. გემი. ნუ იმ შემთხვევაში თუ მოკვდება ვიში, ეს იქნება სავარაუდოდ 120 წამიანი სიკვდილი, რაც ნუ რა თქმა უნდა 200 არ არის იმაზე, რომ მეგაკრიპებს გამოიწვევს თავი. კიდევ ერთხელ გვანახებენ დევაინ რაპიერს. გვანიშნებს ოფსერვერი, რომელიც გვინდა ჩვენც ნახოთ, ხო. ნუ Oldsnakes გასაგებია, რომ მისი დაჭერა და მოხელთება ფაქტობრივად შეუძლებელია. ნუ დედლუსი გადაწყვიტა ვიშმა. ნუ აქ უკვე ფათემა არის, სხვა გემი სიტუაცია აგდია. იქნა Rage Against-ისთვის. აი ახლა მართეთ ყველაზე მეტი სიფრთხილე Rage Against, რადგან ბაიბექი აქვს გამოყენებული ვიჩ და Shadow Fendi-ის სიკვდილი თავისთავად ქაოსს იწვევს teamfight-ში. აქვს ჰეისტი დარბის აკეთიკით საინტერესო ვერაფერი ვერ გააკეთა თუ დავარდა რაღაცა დავარდა მე მოდავარდა კი აი ცენტრში ხედავთ ასევე smoke-ით ბოთომზეც არის ადგას თუმცა კიდევ ერთი smoke-ი და ვნახოთ ამჯერად თუ სწორი ინიციატივა გაკეთდა აი კარგად ხედავენ ძალიან ვიშის ადგილ მდებარეობდა და რა თქმა უნდა 5 კაცი გაემართება ვიშისკენ და დაინახეთ ლოვონო და ოსნეიკი ოსნეიკს არ მოხდება ლოვანოს გააკრებეს ეგზორციზმი გამოიყენა დედ პროფეტმა და ეხლა აუცილებლად უნდა გაბეთოს ბოლომდე ვიში შედაუდა ხედავენ ვის უნდა კონდეს გემი ვის გადაუდო გემი ღმერთო ჩემო ეს რა დიდი შეცდომა და უკვე დისტრაპტორს აქვს დიდი პრობლემები გოსკეპში იგი დაიწვეს ასევე დევიდან ისაკი წაებონი მისდევენ სინდელავსტორი აქეთ პირიქით გამოეკიდა უკვე Oldsnakes და დევ უკან გადიან რა თქმა უნდა გახსნილია კინაღამ ვეო კინაღამ ვიშმა ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს აუცილებლად ნუ გაიფლანგა ეგზორციზმი ნუ ერთ კაცზე ხო მაგრამ როშანი დგას უნდა დაელოდონ რა თქმა უნდა ეგზორციზმი როშანზე იქნება სასწაული ჩხუბი იმიტომ რომ ორივე გუნდს ძალიან ჭირდება ნუ მაღლა რა ხდება ლიკანი და ტროლი ორი გემი აქვს ოდითის რა საინტერესოა ხო ლიკანი და ტროლი არიან და ნუ თაუერი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჭდეს ტროლი მივარდა თუმცა სლარდარი სტანი კარგია მიდი სტარი ბარში 1 ბარში 2 ვაკუუმი რა თქმა უნდა არ გამოუშვეს და კოციკი აკეთებს შეცდომა 99 კოციკი აკეთებს თუმცა როშანს კლავენ აქ უკვე ვიჩატრიკი იპარავს როშანს ნახოთ რამდენად აქვს ინფორმაცია არა არიციან არიციან რა უნდა იცოდნენ ნუ დარქსერი მიდის როგორც დაინახე მიდი დაინახე ტრიკი რამაკარი შოტი ოსეიქ შესრულები მინუს მაგრამ დარჩება ოსეიქ ეს როშანი აქ როშანზე ვერ იჭუბებს რა თქმა უნდა Rage Against-ი main carry აყავთ მათ და ნუ გვინდა ჩვენ მესამე კარტა გვინდა ნუ 9000-მდე ჩამოვიდა ნეტორში განსხვავება სერიოზულია ძალიან უკვე ვაიზმანკის უპირატესობა ბოლო 15 წუთში ნუ ხო დაკაჩეს ძალიან ბევრი ბრავო ბიჭებს
პრობლემები აქვს. თუ პირიქით არ შეიქმნება, ანუ ის ფაქტორი, ნუ დააკვირდი, ვეგა რამდენად მოქმედებს ის ფაქტორი, რომელიც მე ვახსენე დასაწყისში, რომ ვინდრანერი არ არის decent offlaner-ი, ანუ ღირსეული offlaner-ი და ერთადერთი რასაც ისაკეთებს ფაითებში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი, ანუ შაკლებს იყენებს საკმაოდ კარგად, თუმცა right click damage არ აქვს და არც არავინ აცდის და ძალიან ეტყობა ეს ყველაფერი Rage Against, რომ არ ყავთ offlaner-ი. ხო. ხდები ხო? კი, რა თქმა უნდა, ანუ რა თქმა უნდა, მით უმეტეს late game-ში არის გადასული თამაში და ორი გემი უდევს თუ არ ვხვდები Slardars და იმიცეს ერთი ვინმეს. ძალიან გთხოვ. ვიშ ნელ-ნელა ეწევიან, აი Dead Prophet-ი და მაგას უკეთ ინიშნულობა არ აქვს ისა networks-ებს და ვინ როგორ გაფარმულია, იმიტომ რომ ნებისმიერი ერთი პატარა შეცდომა და ერთ-ერთი აიტემი ვერ გადაგარჩეს. და ფაიფი დაამთავრა თუ არ ვხვდები ტრიკი. ესეც კარგია რა თქმა უნდა. რომ გადარჩევ ვინმე, გადარჩეს ვინმე kinetic static storm-ში. ხო, უტევს უკვე Wise Monkey, bottom lane-დან არის immortal-ი, typical slam-ის ნუ ბოლომდე დაფუშულია top lane-ი, ანუ backdoor protection-ი აქვს ლიანად Wise Monkey. და რას ელოდებიან? ნუ განადგურებენ shrines, თავისთავად, დრო ჯეჯობით აქვს. ნუ მე კიდევ იმაზე ვჩები, რომ სავსების შესაძლებელია base race-ი ვიხილოთ, რადგან ანუ იმ შემთხვევაში თუ მთელი ძალით შევა ტრონზე Wise Monkey-ს თავისუფლად შეუძლია ლიკას შეხედეთ უკვე ტრონზეა გახსნილი კრიპები mid lane-ზე. ხედავთ კი. და ლიკანმა შეიძლება გამოიყენოს ეს სიტუაცია პლუს ამას თუ გაწყვიტავენ ტელეპორტს და ეგზორციზმი გამოუშვა და უკვე გადადიან ფიზე. აი თუ რამხელა დემიჯი მიაყენა და მოუწევს უკან დაბრუნება ეხლა. უნდა დააზრიონ Dead Prophet-ი და მისცენ საშუალება რომ თაუერებამდე მიუშვას სულ. შეხტა რა მაგარი ვაკუუმი, ასევე დაიდგა ვოლი, ასევე გახსნა ბეკები ვიშმა. მზად არის გახსნა ულტი, გახსნილია ულტი, თუმცა ხო, kinetic field-ში არავინც არ მოყვა. აი ვეოს და ტრონი გადარჩა დაბრუნდით უკან ბიჭებო უკან სატრაბოთ ხოდით დაბრუნდა უკან ასევე ტროლისგან იქნება გადარჩება თუ არა სტანი რა თქმა უნდა ვაკუუმი აქ თუ არა არ ვიცი Cinderella Love Stories გაიქცევა აქედან ვეო არ ვიცი ტიპიკალ სლიმი ბაში ერთი უნდა გავიც მინიმუმ რომ და ესა ვიდეოს იგი უთხრამს იგი ვეოს მოკლა აქ მას სტარდარი და გარბის BKB-ში ვეო ბრავო და ასევე იქ ძევით რა ხდება კოწიკიც მოკვდა ეს გამოგცა, მაგრამ გააწყვეტინეს როგორც ჩანს ტელეპორტი და ზუსტად ის მოხდა, რაც ვახსენე რომ ლიკანმა გამოიყენა ძალიან კარგად სიტუაცია და ტრონზე გზა გახსნილია, ეს არის უკვე ძალიან დიდი საშიშროება Wise Monkey-ს. 1/13 ტრონს აღარ აქვს. ხო. ჩემი აზრით მაინც უნდა შეეკლა თავი ლიკანს. ოსეიკი ძალიან მაგარი დათრეკილია ტრიკის მიერ. ოსეიკი რა თქმა უნდა ვერ მოკლავს აქ ვერავის თუმცა Shadow მე მაპატიეთ Ethereal Blade მოსცხო ასე ვთქვა typical slims და 30% ჩამოუგდო HP. ხო, ბაიბექის სტატუსები გადავა. ბაიბექი არ ვიცი, Death Profit აქ თუ არა, კი აქვს. ტროლსაც აქვს. წავიდა ჯახი, წავიდა ბოლო ჯახი, kinetic field-ი. Static Storm-ი არ ვიცი აქ თუ არა, აქ სტანი, typical slim-ი შევიდა. უთხრამს wish. დადგმული ასევე Static Storm-ი უნდა გავიდეს, გავიდა Shadow Blade-ში უკან მოუწევს. დახება ვეო, ჰოდიტი სტანი, ვეო ძალიან ახალი სიკვდილთან დაკვდება ვეო და მოუწევს უკან დაბრუნება აქ. ვაკუუმი, ტრიკი დაინახეს. ვიში, უკან, გლიმსი, თუ არის, შეიძლება typical slim-ისგან, ასევე სვაპილოვონოსგან, უკან, ვიში, ვიში, გახსნილია ბიკები, ვიში კვდება იმორტალი, ვიში უნდა მოკვდეს. არა, აქ მას ბაიბეკი თუ არ ვწები, კოციკია სკილი ასევე ლოვანო მიყვება ამ ყველაფერს. აკავი აქ ტრიკი, დაინახეს ტრიკი, typical slim-ი. დაიწყე თავი, არ ვიცი რატო ეთერელ ბლეიდს თუ გაუშვოს ტრიკი არ ვიცი მაგრამ -2 Shadow Blade თუ არ ვწები ბაიბეკი არ აქვს 12 წამი ექნება მას ათში გამოდის უკვე Shadow Blade ბაიბეკი აქვს თუმცა სამაგირო Dead Prophet-ს არის ბაიბეკი ახლა დაიკიდეს ტრიკი მოკვდება ხო ნუ ტრიკი არ არის აქ მნიშვნელოვანი და ნახოთ ბაზაში რა ხდება დეფსია ლიკანი ბაზაში მშვიდობა ჯიჯობით გამოიყენებს სიტუაციას აუცილებლად გასპლიტავს ლიკანი ხო ნუ ვიშ დაეტენა ბაიბეკი ეს უკვე თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნუ წკიბზე კიდია ორივე გუნდიდან მთლიანად ეს თამაში, რადგან ერთი პატარა შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი იყოს უკვე ამ სიტუაციაში. Dead Prophet-ს არ აქვს ბაიბეკი როგორც ხედავთ და არც Slardars. ნუ ნახოთ რა მოხდება უკვე მეც ძალიან ნერვიულობ. ხო. ვიშის ბაიბეკი აქვს იცავენ და typical slim-ი ნახე როგორ მიდის. ნუ რისკად და ცოტა ფრთხილადაც უნდა იყვნენ, არ გავიდა shackle shot-ი, power shot-იც აცდა, ვეო გამოვიდა ვეო რამდენჯერაც აქტიურად ესე ვთქვათ აგრესიული თამაში იმ დერეში აქვს და კი გავარტებული იყო ზოგიერთი სიკვდილი, მაგრამ ზოგი არა. ასე რომ
ვეოც ფრთხილად უნდა იყოს. ულტი არა, ხო როგორ შეგვიძლია შოტი, არ ვიცი, ტიპიკალ სლიმი. მზად არის უკვე, უყავს ოსტეიქს. არ ვიცი რატო ხაჯავს ამ დროს ჩერტიორ შრაინი. ურტყი ბიჭო ბარაკებს, ურტყი ბარაკებს. გაგდრო, ჩათული ეგროსიზმი. ჩათული ეგროსიზმი. კი, ბაიბეც აუცილებლად. გაიტანა, თავისუფლად. გატანილია. ნუ უნდა გადავიდნენ ქვედა ბარაკზე, 16 წამი ცდილობს ვიჩი რომ ბაიბექი არ გამოიყენოს, თუმცა მეგაკრიტი შეიძლება. გადავიდა ეგროსიზმი კოციკი. არის ეს უკან დედ პროფეტი, უნდა შემოყვნენ აუცილებლად ელი ვაიზბანკი არ უნდა გავიდნენ. არა, გავიდნენ, იმიტომ რომ ნახე ვეო უტევს ბოთომ ლეინს. ხო, ნუ ბექგრაუნდი გააკეთა იქ ვეომ. სტანი ჰოდითიზე. ეხლა პირიქით გაეკიდებიან. ნუ ჰოდითი ალბათ არ აქვს ბაიბექის ლარდარს, ფრთხილად უნდა იყოს. ლარდარი მოკვდება. სინდელატორის მიყვება ამ ყველაფერს და ვნახოთ ბაიბექები, სინდელატორის ბაიბექი გამოიყენეს, ლარდას არ აქვს. კი. ხო, ნუ თითო ლეინი ტრონზე რა ხდება? ო, დივენ რაპიერი კარგია ტროლ ვორლორდზე დაესწრება. დივენ რაპიერი კარგია. ტროლ სლიმი, მას არა აქვს იმორტალი და ო, ნახოთ რა იქნება. ნუ ვაბანკზე წავიდა. დივენ რაპიერი კარგია, პირველი დივენ რაპეილი, მე მგონი, არ ვიცი. ჩვენ სტრიმი აქვს კონდა პირველი, ხო. პირველი დივაინი. აბა ვნახოთ ველოდებით შემდეგ ტიმფაიტს. და ალბათ ბოლოს. იდენტური სიტუაცია ორივე თიმში, თითო ლეინია ტრონზე გზა გახსნილია, ნახოთ. სმოუკი. ეშეთების HP-ს გადავხედოთ სანადრო გვაქვს დაირი რამდენზეა დარჩენილი მაინტერესებს და travel boots იქ ვიშისგან უკვე ემზადებიან გასასვლელად. სმოუკი თუ დაინახეს ვიშს ხედავენ მე მგონი? იქ დადგმულია სმოუკი? აქ არ ვიცი ვიშს მიუახონა სამი კაცი. ვიში ხედავენ, მაგრამ აცდენ მათ რა ასაკეთებენ. მიდამიდოზე მიდიან. შედიან, გახსენი, პიკები გახსენი. ტიპიკალ სლიმას აკეთებ. რაპიერით არის. დღა 1, 2 და ყმა არა. კლიპი ჩართულია. ეგდოზისმი 1, 2, 3. მეორტალი ატოდა. არა, ჯერ არა, მაგრამ აიყა მოიგებენ. არის ერთი მესამე კატაგორიება. ვაიზმანკის ვიქტორი. ბრავო! ფინალზე გადაწყვეტილება ვიხილეთ ვაიზმანკისგან, რაღაც საოცრება მოხდა 1-1 და ძალიან მოხარული ვარ რომ Games 3-ს ვიხილავთ, 10 წუთი დავისვენოთ და დაუბრუნდეთ ამ იდეალურ